გიორგი გამარჯობა, მოგესალმები. მოკლედ შენ რო დასვი შეკითხვა Facebook გვერდზე, ამ შენს შეკითხვასვე გაიცი ბარემ პასუხი. კი, რაც კომენტარები დაიწერა, მაგრამ როგორც ჩანს სტორი ასეთი არ აღმოჩნდა. და შეკითხვას გავაჟღერებ ახლა. რატომ დააპირა უფალმა მოსეს მოკლა, თუ ის ებრაელების გამოსაყვანად გაგზავნა? და მოვიყვან მუქს ბიბლიიდან, სადაც წერია. ისე მოხდა, რომ გზაზე ღამის გასათევში შეხვდა მას უფალი და მოკლა დაუპირა. აიღო ციფორამ კაჟი, დაუცვითა ჩუჩა თავის ძეს და ფეხთით დაუგდო მას და თქვა: სისხლის ნეფე ხარ ჩემთვის. და გაეცალა უფალი მოსეს. მაშინ თქვა ციფორამ: სისხლის ნეფე ხარ წინა დაცვეთის გამო. რომელი მუხლია ეგა? გამოსვლის მეოთხე თავის 24-26 მუხლები. Так, მოგესალმებით ყველას. მადლობა შეკითხვისათვის. მეგობრებო, ჩვენ განვაახლეთ ჩვენი ვიდეოების ჩაწერა, ასე რომ ძალიან მოხარული ვიქნებით თუ თქვენ გააზიარებთ ამ ვიდეოებს და აკომენტარებთ, ილოცებთ ჩვენთვის ჩვენი არხისათვის და თუ ვინმეს კიდევ გინდათ რომ ფინანსურად გვერდში დაგვიდგეთ, კომენტარების ქვემოთ იქნება პირველ კომენტარებში ჩვენი საბანკო რეკვიზიტები. მაშას დაუბრუნოთ შეკითხვას, ხო? რატო დაუპირა მოსემ უფალმა მკვლელობა? ამაზე შემოგარგებულ არსებობს ძალიან ბევრი კომენტარი. ყველაზე რთული ადგილია ბიბლიაში ეგა, რომ იცოდე. 1000 კომენტარი არსებობს, ძალიან ბევრი კომენტარები არსებობს, რომელიც ზოგი ლოგიკას არ ახლოს, ზოგი არა ლოგიკას არ ახლოს, ზოგი ძალიან ზღაპრული, ზოგი ძალიან რაღაცა ესეთები არის და ამიტომ უამრავი კომენტარი არსებობს და მე შემოგთავაზებ ერთ-ერთ კომენტარს, რომელიც ეყრდნობა სუფთა ებრაულ ტრადიციას, ებრაულ წესებს, ებრაულ ეგზეგეზას. მე არ მომაქვს რომ ეს ახლა სრული ჭეშმარიტება ეს პასუხი იქნება, მაგრამ იყოს ერთ-ერთი პასუხი იმ მრავალი პასუხებისა, მრავალი კომენტარებისა, რომლებიც გვაქვს. მე მომწონს, როდესაც საკითხზე არის ძალიან ბევრი კომენტარი, 10 და სხვადასხვაობა, ეს კარგია, პირიქით მივესალმები და საერთოდ იუდაიზმი მიესალმება. რო გავიგოთ მოსეს ისტორია, ეს ისტორია საერთოდ როგორ დავიწყო ახლა ვფიქრობ, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი თემაა და ამას დიდი გრძელი პასუხი აქვს და მინდა ვაი მოკლედ თქვა რომ ეს გასაგებად იყოს ეს ყველაფერი. ესე იგი ქრისტიანობას ესეთი რამე ახასიათებს. კერძოდ პროტესტანტულ ქრისტიანობას უფრო მეტად. მუხლებით განმარტება და მუხლებით აზროვნება. ბიბლიაში იღებენ რაღაცა კონკრეტულ მუხლს და ამ მუხლის მიხედვით განმარტავენ. ასე არ შეიძლება. ეს არ არის ებრაული მიდგომა. ებრაული მიდგომა არის კონტექსტური მიდგომა. ჩვენ უნდა გავიგოთ მოსე ვინ იყო კონტექსტიდან გამომდინარე. ხოლო ამის კონტექსტი იწყება ზემოთ. ანუ მეორე თავიდან, როდესაც მოსეს ამბობს ვიგებთ. როდესაც დაიწყო მოსემ ეს ყველაფერი. პლუს ამას ჩვენ დაგვეხმარება ებრაული ტრადიცია, რომელიც გვაძლევს ამ ტექსტის განმარტებას. ებრაული ტრადიცია, რომელიც არის ესეთი ქვია მიდრაშ, ასევე არის ებრაული ტექსტის სხვა განმარტება, ანუ სხვა ტექსტი გვინდა ჩვენ ებრაული. არის ჩვენ ვიცით რომ ბიბლიაში არსებობს ბიბლიის ბერძნული თარგმანი, რომელსაც ქვია სეპტუაგინტა, ასევე ჩვენ ვიცით რომ არსებობს ბიბლიაში ბიბლიის თარგმანი, რომელსაც ქვია არამეული თარგმანი, რომელსაც ქვია ტარგუმები. ტარგუმები, რომელიც შეიქმნა იესო ქრისტემდე 100 წლით ადრე და სწორედ იესოს დროს ნაზარეთში და გალილეაში ამ ტარგუმებს იყენებდნენ. ანუ ტარგუმების თარგმნას. ეს არის არამეული თარგმანი. ტარგუმი თვითონ სიტყვა ძალიან საინტერესო სიტყვაა და არამეულად ნიშნავს განმარტებას. ანუ ამ თარგმანს ახლავს განმარტება. და ჩვენამდე მოხსეული არის ორი უდიდესი ტარგუმი, ეს არის ონკელსონის ტარგუმი და არის ესეთი კიდევ ტარგუმი, რომელსაც ქვია იონათან ბენ უზელის ტარგუმი.
ეს ხელმისაწვდომია, ვინც არამეულ იცის, მათ შეუძლია წაიკითხო. და ძალიან საინტერესო განმარტებას ტექსტის თვითონ ტექსტს გვთავაზობს თარგუმი. თარგუმი ეს არის კიდევ რო ვთქვათ თანამედროვე ვთქვათ შინაარსობრივი განმარტება ტექსტის ბიბლიის. ანუ ზუსტად სიტყვას არ მიზევს, არამედ ის მიზევს შინაარსობრივ აზრის გადმოცემას. მთავარი აზრი რა უნდა ეთქვა ამას. ამას ჩვენ ბოლოს დაუბრუნდებით, მაგრამ ჯერ თავში ეს მინდა რომ თქვა, რომ ვიცოდეთ, რატო დაგვეხმარება ეს ჯერ ვცდილობ ინსტრუმენტები მოვძებნო, გამგიმართო, რომ ამ ინსტრუმენტებს მე გამოვიყენებთ მაგ ტექსტის განმარტებაზე. კიდევ ერთი რაც მე მინდა ვთქვა, არამეულ ტექსტებთან დაკავშირებით, რომ დღევანდელ დღეს რომ ამბობენ აი ეს ლოცვარო არის მამაო ჩვენო აბუდე შემაი ნექტატე კეთეკულა ეს ლოცვა არის არამეულის არაბული დიალექტი. ეს არ არის არამეულის გალილეური დიალექტი, რომელზეც იესო ლაპარაკობდა. და ძალიან ბევრს ეშლება ეს. ზუსტად ის ენა, რომელიც იესო ქრისტე ლაპარაკობდა გალილეაში, არის ზუსტად ის იონათან ბენ უზელის თარგუმი, რომელიც არის გალილეური არამეულ დიალექტი. და ამას შორის განსხვავება არის ძალიან დიდი. აი როგორც მეგრულ ენასა და სვანურ ენას შორის ისეთი განსხვავება ამ არამეულებს შორის. ეს ისე უბრალოდ ცნობისათვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრს აქვთ მაშინ სოციალურ ქსელებში ვიდეოები ზდებენ, რომ აი იესო არამეულად ლოცულობდა და ამ დროს არამეულის არაბული დიალექტია. ნუ ეგ საერთოდ შეხება არ ქონდა იესოს მაგასთან. აი ეს რომ იცოდეთ უბრალოდ. მაშასე ჩვენ თქვით კონტექსტი და გვეხმარება. აი კონტექსტი გვეხმარება ახლა. ვინ იყო მოსე, როგორ დაიბადა მოსე? ყველა ვიცით ხო მოსე, როგორ იყო, რომ ებრაელ მამებს დევნიდნენ ეგვიპტეში, უნდა მოეკლათ ფარაონის ბრძანება იყო ესეთი, მოსე 3 თვე მალავდნენ, ხო ასია? ისტორია რო გადავხედოთ. მოკლედ ბაბა, ხან დრო ეს დიდი პასუხი არის, მინდა რომ გამოვიდეს. მალავდნენ მას ის 3 თვე იმალებოდა, შემდეგ მდინარეში იმაში ჩადეს, ასე ქვია, კალათაში. კიდობანი თუ რა ქვია, კალათაში და ამ კალათაში და გაუშვეს ნილოში. იპოვა ფარაონის ასულმა, იშვილა, ესეა ყველაფერი და ამ დროს აი ჩვენ ვკითხულობთ უკვე გამოსვლის მეორე თავის მე-11 მუხში გავიდა დრო, გაიზარდა მოსე, გამოვიდა თავის ძმებთან და ნახა მათი მძიმე ყოფა. ხედავს ერთი ეგვიპტელი ებრაელს მის თვისტომს ცემს. ეს ჩვენი თარგმანი ასეა. მაგრამ აი კაზუსად თარგუმი რას გვეუბნება? ებრაული ტექსტი გვეუბნება ჩვენ ესეთ რამეს. რომ გამოვიდა მოსე და ხედავს თუ რა იშრომა ებრაელებმა. აქ მძიმე ყოფა არ წერია. გამოვიდა თავიანთ ძმებთან. ვინ თავიანთ ძმებთან გამოვიდა მოსე? ებრაელებთან გამოვიდა? ეგვიპტელების ხომ ისი ძმები იყო? სამეფო კარს გაიზარდა. მაგრამ ის ნაშვილები იყო. მე რა ნაშვილები იყო? უყურე, გამოვიდა თავის ძმებთან, ნახა ერთი ეგვიპტელი ებრაელს მის თვისტომს ცემდა. ორიგინალში ებრაულში წერია იშ ეგვიპტელი ბატონი ცემდა ებრაელ ბატონს. ორიგინალში ასია იშ არის მოხსენებული როგორც ბატონი. ანუ აქედან გამომდინარე, აქ ქართულ თარგმანში ჩვენ ვერ ვხედავთ ამას, მაგრამ ებრაულში ჩანს, რომ ეს ეგვიპტელი არ იყო უბრალო პიროვნება. იმიტომ რომ ჩვენ თუ კითხვას შევხედავთ, ლოგიკური კითხვა, რატო მოკლა მოსემ ის ეგვიპტელი, როცა მეფის ის იყო ასული, ის ძე. ერთი ბრძანებით შეეძლოთ ის ეგვიპტელი შეეპყრო და მოეკლათ. და ამით ებრაელი გადარჩებოდა. ხო შეეძლო, მეფის შვილი იყო ბოლო-ბოლო. ეს შეკითხვებს არ უნდა დასვათ. ეს არის ესეთი ზღაპრები არსებობდა რუსეთში, რუსული ზღაპრებია, ულოგიკო, უშინაარსო ზღაპრები. კითხულობ ტექსტს და აი ნახევარ ქათამა რო ავიღოთ. ნახევარ ქათამას აზრი რა მაგ ზღაპრის. ჩემ წამოიდგინე ნახევარი ქათამი რა და მე ყველაფერს უყლაპო. აი შინაარსობრივად რო განსაზღო, რომ მიუძგე
ესია რომ ჩვენ ხანდახან ეს მივეჩვევთ ტექსტს ვკითხულობ და არ უკვირდებით. ებრაელები მას არ ასწავლიან. ებრაელები პირიქით სვამენ კითხვას. კი მაგრამ მოსე ფარაონის შვილი, რომელსაც განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს. ერთი მისი ბრძანებით შეიძლება მოკლას ის ეგვიპტელი პიროვნებაც დაიჭიროს. აიღებს და კლავს. რატო აკეთებს ამას? ეს ტექსტში არ ჩანს, მაგრამ აი ებრაულში ჩანს ეს ტექსტი, რომ ეს უკვე გვეუბნება ბრძანებას, რომ ეს არის როგორც კაცი, მაგრამ კაცი არა, რომელსაც ბატონი იყო, თავადი იყო, ანუ ძალაუფლების მქონე პიროვნება იყო ეს ეგვიპტელი. ანუ მის სიტყვას ძალა ქონდა. უყურე, მოიხედა და ვერავინ რომ ვერ დაინახა, მოკლა. ქართულად რა გვეუბნება, ანუ მოსე ელოდებოდა თითქოს არავინ არ არის, ჩაუსახტა და მოკლა. მაგრამ ეს ებრაულში არა ასე. ებრაულში წერია გაიხედა და გაიხედა. გახედა, სიტყვა გახედა და გახედა. ვის გახედა? მოსემ. გახედა იმ ეგვიპტელს, გახედა იმ ებრაელს. დაინახა რომ შველები არავინ არ იყო, არავინ არ ჩაერია, იმიტომ რომ ებრაული ტექსტი ამ განმარტებას იძლევა. ზუსტად. გახედა ებრაელის არავინ არ ეხომაგება, გახედა ეგვიპტელს არავინ არ ერევა და შემდეგ გადაწყვიტა ჩარევა. ეს ის დროა, როდესაც მოსემ გააკეთა არჩევანი. აქაა მოსეს არჩევანი. იცი რა არჩევანია? ნახე ებრაელთა წერილების მე-11 თავის 24-26 მოხდები. წმენი თქვა უარი მოსემ, როცა წამოიზარდა ფარაონის ასულის ძეობაზე. და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა. დროებით განსხვმა სოდვაში ქრისტესათვის ლანძღვა მეტი სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის საგანძურები, ვინაიდან საზღაოს უყურებდა. აქ ჩვენ ვხედავთ მოსემ რა გააკეთა. გაიგე? ანუ აქ მოსე აკეთებს იმას, რომ გაახედა ეგვიპტელი ცემს, ეგვიპტელი ბატონი ცემს ებრაელს, შეხედა ებრაელს, შეხედა ებრაელს. რომ დამსახურებულად ცემდა თუ არც. უყურე, არა, გაახედა. უყურე დააკვირდე, ქართულში წერია რომ მიიხედა, მოიხედა. ანუ ქართული ტექსტი და სხვა თარგმანები ვაზრობ ჩვენ საშუალებას, რომ ვიფიქროთ მოსე ელოდებოდა ვინმეს, რომ ჩუმად მოეკლა. ეს ასე არაა. გაახედა იმას. ანუ აქ ტექსტი გვეუბნება არჩევანის გაკეთებას. მოსემ რა ირჩია? ფარაონის ძე იყო დარჩენილიყო? თუ ებრაელების მხარე აიღო? აი ეს ამაშია საქმე, ამაში მიდის. გაიგე? ანუ ისტორია ხო ხედავ? რა ხელა მნიშვნელობა აქვს, როცა ორიგინალს კითხულობ, ხო ადამიანი? შეხედე, მოკლა ხო? გამოვიდა მეორე დღეს და აჰა ორი ებრაელი ეჩხუბება ერთმანეთს, უთხრა მოძალადე რაც ცემ შენიას. მიუგო მოძალადე, ვინ დაგადგინა ჩვენს მთავრად და მსაჯულად. ჩემს მოკლასაც ხომ არ აპირებ იმ ეგვიპტელი. შეშინდა მოსე და თქვა, გამჟღავნებულა ეს ამბავი. ფარაონმა შეიტყო ეს ამბავი და შეეცადა მოსეს მოკლას. ფარაონი რატო შეეცადა თავისი შვილის მოკლას? იმ ეგვიპტელის გამო? არა, ჩვენ ზემოთ ვთქვით რომ მოსემ გააკეთა არჩევანი. ფარაონმა შეიტყო რომ მოსემ ებრაელების მხარე ცხოვრება ირჩია. ამიტომ გადაწყვიტა ფარაონმა მოკლა მისი. გაიგე? და აქ მოსე აწყდება პირველ იმედგაცრუებას ებრაელის მიმართ. მან თქვა, მან თავისი ძეობა დადო, თავისი კეთილდღეობა დადო ებრაელების სასწორზე, აირჩია და ებრაელებმა არ მიიღეს, უარყვეს და ამიტომ გაიქცა მოსე. გარბის. ანუ მოსე ფაქტობრივად დარჩა მარტო. ანუ მთელი ფიქრები მიდის იმის, რომ მე ამ ხელა რამე გავაკეთე, საქმე გავაკეთე, ავიჩი და ამ ხალხმა მე არ მიმიღეს. ეს არის დიდი იმედგაცრუება მოსესი ებრაელი ერის მიმართ. და უყურე რამე ის. მაგრამ გაიქცა მოსე ფარაონს, მივიდა მიდიას ქვეყანაში და ჩამოჯდა ერთ ჭასთან. არასწორი თარგმანი ესეც. ივრითულში დასახდა მიდიამის ქვეყანაში მოსე და შემდეგ ჩამოჯდა ჭასთან. რას ნიშნავს?
ქართულ ტექსტს რო კითხულობ, შენ გონია რომ მოსე გაქცევის პერიოდში მივიდა წყალთან, მოწყუდა წყალი და ამ დროს გაიხსნა თავის მომავალი ცოლი. ციფორა, არა, მასი არა. ეს ხო, ანუ იქ დამკვიდრდა მიდიამის ქვეყანაში და მივიდა ჭასთან. ჭასთან რატო მივიდა? ძველ ისრაელში აღმოსავლეთში ჭასთან რა ხდებოდა? საცოლის არჩევა. ელიაზარმა ა ブラ ამის მსახურმა სადნახა ისააკის ისა. საცოლეთ, რებეკა, ჭასთან. იაკობმა რახელი სადაინახა? ჭასთან. იესო ნაზარეველმა სამარიტელი დედაკაცი სადნახა? ჭასთან. საცოლეს ეძებდა. ამიტომ იყო იქ მოსეს მისული და ამოარჩიეს ციფორა და მიდი რატო მიდიამის ქვეყანაში წავიდა? აბა თუ იცი მოსე, ვინ იყო მიდიამელები? ა ブラ ამის თავმავალი, ისააკის შემდეგ ხო ა ブラ ამმა მოიყვანა სხვა ცოლი. ნუ ერთ-ერთი გადმოცემა უამბობს რომ აგარი შეირთო თავიდანვე დაიბრუნა აგარი და აგარიდან წამოვიდა კიდევ 4 ძე რომელიც შეეძინაო სარას სიკვდილის შემდეგ. მაგრამ აი ეს ძეები რომლებიც იყო წამოსული ა ブラ ამიდან მათმა იცოდნენ ერთი ღმერთის შესახებ. ისინი არ იყო კერპსახურები. ა ブラ ამა წავიდა მათთან, იმიტომ რომ მაინც მისიანებად მიიჩნია. მოსე წავიდა მათთან მიდიამის ქვეყანაში. იქ რო იყო მიდიამელი მღვდელი, რომელმაც იცოდა ა ブラ ამის ღმერთის შესახებ, რადგან ისინი ა ブラ ამიდან მოდი. ხედავ როგორ კავშირში ერთმანეთთან ყველაფერი. მაგრამ მიდიანელები აღთქმაში არ იყო. მოიყვანა ცოლი ციფორა გაუჩნდა შვილი და არქმევს სახელს გერშომი, ხო? გერშომი რას იშავს? მწირი ვიყავი ქვეყანაში, ხოსია. აი ნახოთ. და შუა ქალმა ძე რომელსაც გერშომი დაარქვა მოსემ, რადგანაც თქვა მწირი ვიყავი უცხო ქვეყანაში. ვინ იყო უცხო ქვეყანაში? სად იყო მოსე? მიდიამში იყო უცხო ქვეყანაში? ეგვიპტეში. ეგვიპტეში იყო. მოსემ დაარქვა თავის შვილს, რომ ეგვიპტეში ვიყავი მწირეო. და მიდიამი არის ჩემი ქვეყანაო. ქართულად რო კითხულობ, გონია თითქოს ლოგიკურად ჟება რომ იმაში იყო, მიდიამში იყო უცხო ქვეყანაში, მოსე. მაგრამ არა. ეგვიპტეში იყო. თავის ებრაელებთანაც იყო უცხო ქვეყანაში. ანუ აქედან გამოდის რომ ერთ-ერთი განმარტება, მე ვამბობ, ეს არის ერთ-ერთი განმარტება, ეს არ არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, მაგრამ ყველაზე ახლო ტექსტთან ლოგიკური განმარტება ეს არის, რომელიც გვაძლევს ტექსტი გვაფიქრებს ასეთ განმარტებას. მოსემ შეიძულა ებრაელები, იმიტომ რომ იმედგაცრუებული დარჩა ებრაელი ერის მიმართ, ის რაც მან თავისი მეფობა დადო, ხო? თავისი უფლისწულობა დადო ებრაელი ხალხის მიმართ, მაგრამ ებრაელმა ხალხმა უთხრა და მან თქვა რომ ამ ხალხიდან არაფერი არ გამოვა. აი ხელი ჩაქნეული როა, ხო იცი? ამიტომ ის ცხოვრობს მიდიამის ქვეყანაში, თავის იმამის ხვარს მწყემსავს და რატომ მაინდა-მაინც უფალი ეცხადება მაყლოვანი მაყლოვანი ბუჩქი. ეკლოვანი ბუჩქია. იესოს ეკლის გვირგვინი რატო დაადგეს? ის მაყვალის ეკლის გვირგვინია. ეს სიმბოლიზირებს ისრაელს. ისრაელს, რომელმაც ჩავარდა კერპსახურებაში და ნაყოფები არ აქვს. ამიტომაც ღმერთი უნება ის მაყლოვანის ბუჩქი კი ისრაელი ჩავარდა კერპსახურებაში, კი ისრაელს არ აქვს ნაყოფი, მაგრამ კი ისრაელი იწვის, მაგრამ ის არ დაიწვა. ჩემი ერია. ეს ამის სიმბოლოა. ამიტომაც ღმერთი ესაუბრება მოსეს მაყლოვანი ბუჩქიდან. ეს სიმბოლურად მოსეს ელაპარაკება, რომ მოსე მეფთარიყო. და როდესაც ეუნება მოსეს წადიო, გამოიყვანე ჩემი ელი, მოსე ეუნება არავ. ხუჯერ მოსე ეუნება ვარს. ღმერთს. იმიტომ რომ მოსეს იმდენად იმედია ის გასწრებული, რომ არ უნდა. გაიგე? და ეხლა შენ კითხვაზე, რომელსაც მივდივართ ახლა პასუხამდე, რატო ეს ბექგრაუნდი დაიმახსოვრე მე მოსეს ისა წარსული და მანამდე ღმერთი ეუნება მოსეს. სანამ ამ გზაზე დადგებოდა 22 მოხში უთხარე ფარაონს ასე ამბობს უფალი, ჩემი ძე, ჩემი პირმშუა ისრაელი. ამიტომ გეუნები გამოუშვი ჩემი ძე, რათა მემსახუროს. თუ არ გამოუშვებ, აჰა მოგიკლავ ძეს შენ პირმშოს.
გერშომი ვინ იყო მოსესი? პირში. ხო? უყურე. მოსე დათაფთა ვაივაგლახით. ითროსთან მიდის სწავლა ჩემ ძმას ნახავ, ჩემები თვალიან ცოცხალიო. კომენტატორები ამბობენ ებრაელები რომ მოსე იცოდა რომ ცოცხლები იყო, მაგრამ მათი სულიერი მდგომარეობა აინტერესებდა მოსეს. და ამიტომ ეუბნება მზად იყო ისრაელი მისიანები მიიღონ მოსე როგორც ლიდერი თუ არა ამაში უთხარ რომ შენ ძმას ნახავ და გაუხარდება შენი ნახვა კი მაგრამ აი ითროს ეუბნება რომ ცოცხლები თუ არიან ის კი არ უთხარ რომ მე ღმერთმა გამაგზავნაო არამედ მოსეს ჯერ ეჭვებშია მოსეს ბოლომდე გადაწყვეტილი არ აქვს ემსახუროს ან არ ემსახუროს გაიგე ჯერ წავა თუ არა ეჭვებშია იმიტომ რომ იმის გამო რომ მას აქვს დიდი იმედგაცრუება ესე ღმერთს რო უარსებუნები რაღაცაზე ესე ძალიან დიდი კათნიერება. ნუ მასე თუ ისე ეს მოსეა. აიგე იონა მოწვარი უთხა და გაიქცა. ხები? ანუ რატო გეუნები ახლა მას? დაიმახსოვრე 22 მუხლი ძე. მოსემ ისრაელზე იმდენად იმედი გაცრუებული იყო, იმდენად გული ჰქონდა აცრუებული, თავისი პირმშო არ დაცვითა დაბადებიდან მერვე დღეს, როგორც აბრაამს უთხრა ღმერთმა. ანუ იმდენად მოძულებული ჰქონდა მოსეს ებრაელობა, რომ თავის თავს ებრაელთაც აღარ მიაჩნდა და შვილების გაზრდა იცოდა აღთქმის გარეშე. ამიტომ ღმერთმა მოსეს შვილი, როდესაც არ წინა არ დაცვითა მიიჩნია იმათ რომ გერშომს არ მისცა საშუალება რომ შესულიყო ღმერთთან აღთქმაში რატო დაიბარა რატო თხოვა ფარაონს ღმერთმა გაუშვი ჩემი ძეო რა უნდა გაეკეთებია ისრაელს თაყვანი უნდა ეცარო აღთქმა უნდა დაედო 51 დღეს აღთქმის დაცემა ხომ მოხდა სინაის მთაზე ამ აღთქმაში ვარ შესულიყო ეგვიპტელებმა წინაღობა გაუკეთეს. ეს წინაღობა გაუკეთა მოსემ გერშომს, როცა წინა არ დაცვდა და ვინ წინაღობას გაუკეთებდა, სიკვდილის ღირს იყო. ამიტომ მივიდა უფლის ანგელოზი მოსეს მოსაკრავდა და ციფორა მეგრევე მიხვდა ეგა. მოსე უკვე ცუდად იყო, წინაზე დაცვდა მოსეს უნდა გაეკეთებია მამაკაც. მოსე ცუდად იყო, ციფორამ დაინახა ეს ყველაფერი და წინა დაცეთა. თავისი პირმშო, გერბშო და დაუდო სისხლის ნათესავი ხო? ვინა სისხლის ნათესავი? სადაური ნათესავია ციფორა. ანუ ამით ციფორა ამბობს მომავალია იესო ქრისტეს სისხლის ნათესავი გახდება ისა. აღთქმაში შეიყვანა გერშომი და გერშომს მიეცა უფლება ამ აღთქმის საშუალებით სინაის აღთქმამდე მისულიყო. აიგე? ანუ ხტები რა პასუხია? პასუხი არის რომ მოსემ წინა არ დაცვითა გერშომი და და ისრაელის წინაზე 22 მოგეუბნება თუ არ გაუშვ შენ პირმშოს მოუკლავ. აიგე? მოსე იყო ის წინაღობა თავისი ეჭვებით, თავისი უარების თქმით გერშომის წინააღმდეგი რომ გერშომი შესულიყო აღთქმაში უფალთან და ამიტომაც უფალმა მოსეს სიკვდილი მოინდომა. და ამის მერე უკვე მოსე მიხვდა ყველაფერს. აიგე? ანუ ეს არის ერთ-ერთი ასეთი განმარტება, რომელიც ჩვენ გვაქვს დღესდღეობით და მე ვთვლი რომ ტექსტთან ყველაზე მიახლოებული განმარტება ეს არის. ჯერჯერობით. ნუ ეს ჩემი აზრია ახლა მე არ ვამბობ რომ ისა, მაგრამ ამ ჩემ აზრს ახლა ეთანხმება იონათან ბენუზლის ტარგუმი და კიდევ ასეთი მიდრაშ რაბა არის, ასეთი შემოთ რაბა ქვია, ესეთი წიგნია, რომელიც ეს მიდრაში განმარტებას გვაცნობს. ასე რომ ესეთი განმარტება არის.